კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკას 11-ზე, მე ქეთევან გრიგორაშვილი ვარ. საბაჟო საზღვარზე 246,857 ლარის ღირებულების ოქროს მალულად გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა გრძელდება. სამართალდამცველებმა თბილისში 21 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით 3 პირი დააკავეს. დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცება დამოიღეს 13 კილოგრამზე მეტი მცენარე კანაფი და 7 კილოგრამი მარიხუანა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისა და კულტივირებისთვის საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდე ანულადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მათ შორის არიან საუდის არაბეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, თურქეთის, ჩინეთის, რუსეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, სუდანის, ერაყის და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადადგილების წესის დარღვევის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ საბაჟო გამშვები პუნქტის არფის გავლით თავისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანით სხვადასხვა ნივთში მალულად განთავსებული 1215,52 გრამი ოქროს სავილერო ნაკეთობები გადმოიტანა, რომლის საბაჟო ღირებულება 246,857 ლარს შეადგენს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რუსთავში დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა გრძელდება. მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 91 მილიონამდე ლარს შეადგენს. 4 ახლა დააშენებულ კორპუსში სრულად გარემონტებულ ბინას 800 დევნილი ოჯახი მიიღებს. სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით პროექტი საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე სტადიონის, ბავშვთა გასართობი მოედნისა და სავარჯიშო სივრცეების მოწყობასაც ითვალისწინებს. ტემპი შენებლობის არის ძალიან კარგი. აღსანიშნავია ის, რომ სრულად გარემონტებული ბინები ჩაბარდება დევნილებს, იქნება ბავშვთა გასართობი მოედნები, მოსასვენებელი სივრცეები, ფანჩატურები გაკეთდება, კეთილმოეწყობა, გამწვანდება ტერიტორია. დასასრულს უახლოვდება ქალაქ რუსთავში მიმდინარე მშენებლობის პროცესი, როგორც მოგეხსენებათ, აქ 800 ოჯახისთვის შედგება ახალი საცხოვრებელი ბინები, ამის პარალელურად სააგენტომ დაასრულა განაცხადების შეფასების პროცესი და გამოქვეყნდა იმ ქულების რაოდენობა, რომელი ქულის მქონე ოჯახების დაექვემდებარებიან მონიტორინგს. 30 ივლისი ტრაფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა. ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში შრომის ინსპექციის სამსახურისა და საქართველოს პროკურატურის ერთობლივი ინიციატივით სამშენებლო სექტორში დასაქმებულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა საქართველოში ტრაფიკინგის მხრივ არსებული მდგომარეობა, მიღწევები და გამოწვევები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მსხვერპლთა დაცვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ მიდგომას. გარდა ამისა, მსჯელობა შეეხო იძულებითი შრომის პრევენციას, გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის სამართლებრივ ასპექტებს. სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებაც სწორედ იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს, რისთვისაც უწყება აქტიურად ახორციელებს საქმიანობას. მხოლოდ გასულ წელს 8000-მდე აქტიობა განხორციელდა. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია
ტრაფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის, მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების, შრომითი ექსპლუატაციის ფორმებისა და არსებული გამოწვევების შესახებ. ინფორმირებული და საქმებული თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც კომპანიისთვის, ასევე სახელმწიფოსათვის. მე როგორც კომპანიის ხელმძღვანელი მივესალმები და მხარს ვუჭერს თანამშრომლების მუდმივ ტრენინგს როგორც პროფესიული, ასევე საგანმანათლებლო კუთხით. სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნის პროცესის შეფასებაზე არსებული გამოცდილების გაანალიზებასა და სახელმძღვანელოების განვითარების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებმა იმსჯელეს საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინების მნიშვნელობაზე, სახელმძღვანელოების მეთოდიკურ ასპექტებსა და ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. ასევე განიხილეს სახელმძღვანელოების შექმნის პროცესში გამოვლენილი გამოწვევები, ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. ამ სამუშაო ფორმატში ჩვენ გვეძლება საშუალება, როგორც საბუნებისმეტყველო, ასევე ჰუმანიტარული მიმართულების საგნების ავტორები დასხდნენ ერთად, გაიაზრონ კარგად თუ რა არის ის მასალა, რომელიც ჩვენ დავდეთ პირველ სემესტრში და როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გაუმჯობესება. ამ რეფორმის კვალდაკვალ ხორციელდება სრულიად ახალი სახელმძღვანელოების შექმნა, რომელიც არა მხოლოდ ახალ ცოდნას და უნარჩვევებს, არამედ ეროვნული ღირებულებებისადმი განსაკუთრებულ პატივისცემას ჩამოუყალიბებს ჩვენს მომავალ თაობებს და არაჩვეულებრივი ავტორები იყვნენ წარმოდგენილი, რომლებიც ჩართულები არიან ამ პროცესში. სახელმძღვანელოები მორგებული არის ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, ასევე გათვალისწინებული არის საერთაშორისო გამოცდილება. თითოეული გაკვეთილი, თითოეული პარაგრაფი დაწერილი არის, შექმნილია ისე ავტორების მიერ, რომ მოსწავლეს გაუადვილდეს მაქსიმალურად და მასწავლებელს დაეხმაროს იმისათვის, რომ ეფექტური გაკვეთილი ჩაატაროს. გუნდი შედგება როგორც ძალიან გამოცდილი მასწავლებლებისგან, ასევე პროფესორებისგან. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე რაც შეიძლებოდა ჩვენ შევეცადეთ, რომ ყველაფერი გაგვეთვალისწინებინა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით მისი ხელოვნური ინტელექტის ავატარი მზადდება. მსჯავრდებულის თქმით, ავატარი მასზე კარგად გამოიყურება, მაგრამ ის არის. მზადდება ჩემი ხელოვნური ინტელექტის ავატარი, რომელიც ჩემზე კარგად გამოიყურება, მაგრამ მე ვარ, რომელსაც ეს არის მიშას დახვეწილი ვერსია, ლაპარაკობს როგორც მიშა, საუკეთესო დროს, მიხრა-მოხრა აქვს როგორც მიშას. და მთელი ჩემი ნაზრები დაედება იმას. არც დეტალებზე არ ვსაუბრობ, არც ვიცი ეს დეტალები, მაგრამ ძალიან მარტივი არის 21 საუკუნეში უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ სულ რომ თქვათ ყველა სასამართლომ დახუროს, რომ მიხეილ სააკაშვილს საერთოდ არ მისცეს საუბრის საშუალება, არსებობს ძალიან ბევრი ტექნიკური საშუალება, რითაც საზოგადოებისთვის უფრო ხილული იქნება მისი ნათქვამი და მისი პროცესი. გამოჩენა არის საჭირო, გამოჩენა. მათ შორის გამოჩენის ყოფილი. შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა დანაყოფ სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები სასაზღვრო პოლიციას ესტუმრნენ, ასევე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში იმყოფებოდნენ, სადაც გადაუდებელი დახმარების ნომერზე შემოსული შეტყობინებების მართვის პროცესსა და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ელექტრონული მონიტორინგის სისტემას გაეცნენ. სომეხი კოლეგები ასევე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას ესტუმრნენ, სადაც დეპარტამენტებისა და აკადემიის საქმიანობის, ასევე საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს გაეცნენ. ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მესტიის მოკლე მეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს არაერთი უცხოელი სტუმარი ეწვია. ფესტივალი ორი სექციისგან შედგება. მეხუთე საიუბილეო წელს კი ფესტივალი მთის თემატიკის ფილმების ფესტივალების ალიანსში მიიღეს, რაც როგორც აღინიშნა, ამ თემატიკის ფესტივალის ფაქტობრივად A კლასად აღიარებაა. მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის თემატიკის ფილმების კინოფესტივალისთვის მთა მარტო კინოში კი არა, ჩვენ გვინდა რომ მთა სხვადასხვა რაკურსით ავანახოთ ჩვენ სტუმრებს და წელს გვაქვს არაჩვეულებრივი ფოტო გამოფენა. საქართველოს მთები გავაერთიანეთ და ჩვენი წლევანდელი ფესტივალის სტუმრები ნახავენ საქართველოს მთებს სხვადასხვა რაკურსით. დღეს მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი იწყება. ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ეს არის, რომ რეგიონებში კულტურული ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი და აქტიური გავხადოთ.
უცხოეთის ახალ ამბებს გაგაცნობთ, რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა არიან დაშავებულებიც. საოკუპაციო ძალების სამიზნე გახდა კრივი რიხის ქალაქის გარეუბანში საცხოვრებელ სახლს ჭურვი მოხვდა, რის შედეგადაც 2 ბავშვი და 4 ზრდასრული დაიღუპა. 8 ადამიანი კი დაშავდა. ლვოვში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, დაშავდა 20-მდე ადამიანი. ერთი ადამიანი ემსხვერპლა სარაკეტო იერის პოლტავში. უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით ახალი მეთაურის მიხაილო დრაპატის ხელმძღვანელობით საბრძოლო დანაყოფების დაკომპლექტებისა და პირადი შემადგენლობის გადანაწილების აუდიტი ჩატარდება. აუდიტის მიზანი ბრიგადებში, პოლკებსა და კორპუსებში დაკომპლექტების რეალური მდგომარეობის შეფასება, პირადი შემადგენლობის გადანაწილების ეფექტიანობის ანალიზი და კადრების მართვის გაუმჯობესების გზების მოძიება აღნიშნულია განცხადებაში. უკრაინული მედიის ცნობით გადაწყვეტილება დრაპატის წინამორბედის ოლექსანდრ სირსკის მიმართ კრიტიკას უკავშირდება. სირსკის ედავობდნენ უკრაინის ისედაც მცირე რიცხოვანი მობილიზებული რესურსის არაპროპორციულ გადამისამართებას ახლად ჩამოყალიბებულ ბრიგადებსა და დანაყოფებში, რომლებიც გამოირჩეოდნენ დაბალი ეფექტიანობით და გაუმართლებელი მძიმე დანაკარგებით. შეერთებულმა შტატებმა ირანზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა. ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით დარტყმები განხორციელდა ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის ათობით ობიექტზე, მათ შორის სამეთაურო ცენტრებზე, რაკეტებისა და დრონების საწყობებზე და საზღვაო ობიექტებზე. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იმედგაცრუებული დარჩება სი ძინპინით, თუ ის ირანს იარაღს მიაწვდის. მისი თქმით, ჩინეთის ლიდერმა მას პირობა მისცა, რომ იარაღს ირანს არ მიაწვდიდა და თუ ამას გააკეთებს, გასაკვირი იქნება. მანამდე სააგენტო როიტერსმა გავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანი უახლოეს კვირებში ჩინური წარმოების საზენიტო სარაკეტო კომპლექსებს მიიღებს. გარიგების სავარაუდო ღირებულება 70 მილიონამდე დოლარია. რა თქმა უნდა, ეს გასაკვირი იქნებოდა, ასეთი რამ ხდება ხოლმე, თუმცა ეს მაინც მოულოდნელი იქნება. მან მითხრა, რომ ამაში მონაწილეობას არ მიიღებდა და იცის, რომ ძალიან გამიცრუდება იმედი. იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით სტიქიამ 18 ადამიანი იმსხვერპლა. კუნძულ კიუშუზე 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 28 ივლისს მოხდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. კრეტესა და პელოპონესზე ტყის ხანძრებს 3 მეხანძრე ემსხვერპლა. BBC-ს ინფორმაციით კუნძულ კრეტაზე ქარმა ხანძარი გააძლიერა და რამდენიმე სოფლის ევაკუაცია გახდა საჭირო. რთულია ვითარება პელოპონესის საპორტო ქალაქ გითეიროს შემოგარენშიც. ტყის ხანძრებს ებრძვიან ესპანეთშიც. პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის განცხადებით, სიტუაცია კრიტიკულია. ამ დროისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე ხანძრის 10 აქტიური კერაა. ყველაზე რთული ვითარებაა ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში. ხანძრის გავრცელებას ხელს დაბალი ტენიანობა და ძლიერი ქარი უწყობს. დღის ყველა სიახლეს ვრცლად გაიცნობით იმედი ნიუს ჯიზე ქრონიკა პირდაპირ ეთერში 2-ზე დაბრუნდება. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.